მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, თქვენი მყოფებით არხზე ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება და აროსთან ერთად და დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა შეეხება გზავნილს თქვენი მფარველი ანგელოზისგან. ძალიან გთხოვთ, დახუჭეთ თვალები და კონცენტრაცია მომახდინეთ იმ ენერგიაზე, რომელიც თქვენის აზრით გმფარველობთ, გიცავთ, გიფრთხილდებათ, გარკვეული ტიპის შესაძლოა მინიშნებებს გაძლევთ და იგრძენით ესეთი ენერგეტიკული კავშირი თქვენს მფარველ ანგელოზს. დღევანდელ გაშლას მე დღეს შემთხვევით არ ვწერ, იმიტომ რომ დღეს არის მთვარის მე-7 დღე და ეს არის მდგომარეობა, როდესაც ძალიან ძლიერდება ჩვენი უნარი და ვუკავშირდეთ ჩვენს მფარველ ანგელოზებს და ვთხოვოთ მათ ყველაზე სანუკვარი სურვილების ასრულება. ამიტომ ჩემო ძვირფასებო, მინდა რომ ვნახოთ, დავამყაროთ ერთგვარი კავშირი სულიერ დონეზე ჩვენს მფარველ ანგელოზებთან და ვნახოთ, რისი თქმა სურთ მათ ჩვენთვის, ან რა გაფრთხილების მოცემა უნდათ. ვარიანტების რაოდენობა გვექნება დღეს 3 ვარიანტი და ვნახოთ, რისი თქმა სურთ ჩვენს მფარველ ანგელოზებს. ვარიანტი პირველი, ვარიანტი მეორე და ვარიანტი მესამე. დააკვირდით არკანებს, დახუჭეთ თვალები. დასტის ბოლოს ნახეთ, რა საოცარი არკანი ვარსკვლავია, სულიერი ხაზების განვითარება. საოცრება. ძალიან კარგი. სწორად შევარჩიე ნამდვილად დასტა. მოდით დავიხმაროთ ქვებიც. პირველი ვარიანტისთვის იქნება აი ესეთი ქვა. მეორე ვარიანტისთვის გვექნება აი ესეთი ქვა და მესამე ვარიანტისთვის აი ასეთი ქვა. დააკვირდით, გნებავთ არკანებს, გნებავთ ქვებს და ეცადეთ რომ აი ესე მოახდინოთ, ვიზუალურად მოახდინოთ თქვენთვის საინტერესო ვარიანტთან დაკავშირება, ენერგეტიკულად ბმა და შესაბამისად მე უსმინოთ იმ ვარიანტს, რომელიც დაგიძახებთ, ხო? ხშირად მეკითხებით ხოლმე, აი ვერ ვარჩევ, ორივე ვარიანტის ყურება მინდა, ან არც ერთი არ მიზიდავს, ან არც ერთი არ გამომეხმაურა. ნუ თუ არც ერთმა არ მიგიზიდათ, არც ერთმა არ დაგიძახათ, აქ პასუხი ყველაზე მარტივია და გამოდის რომ ეს გაშლა თქვენთვის არ არის. თქვენი ქვეცნობიერი ამ წუთას არ არის მომართული იმაზე, რომ რა ეს ინფორმაცია მიიღოს, აქედან გამომდინარე ამ გაშლის მოსმენა თქვენთვის რეკომენდირებული არ არის. თუ არც ერთი ვარიანტი არ გეხმიანებათ ენერგეტიკულად. მეორე შემთხვევა რა შეიძლება იყოს, როცა ორი ვარიანტი გეძახით, უსმინეთ ორივეს, იმიტომ რომ შესაძლოა ერთიდანაც და მეორიდანაც იყოს ნაწილობრივი ინფორმაცია, რაც იმ მომენტში თქვენ ყველაზე მეტად გჭირდებათ და რისი მოსმენაც ყველაზე მეტად გსურთ. და მესამე, შეიძლება ვერ ირჩევდეთ იმიტომ ვარიანტებს, რომ ჯერ კიდევ დასამუშავებელი იყოს თქვენი ინტუიციური არხი, თქვენი მესამე თვალის არხი და ამაზე დაგჭირდებათ სპეციალური პრაქტიკების ჩატარება, რომ უფრო მეტად გააძლიეროთ შეგრძნებების და ინტუიციური მიგნებების შესაძლებლობა თქვენს სხეულში და თქვენს გონებრივ თუ ფიზიკურ ორგანიზმში, ხო? რასაც ქვია. აქვე მინდა გითხრათ ერთი მოკლე შენიშვნასავით, რომ აპრილის, ანუ სააღდგომოთ ბოლო ერთი კვირა, როცა არის მძიმე მარხვა, მე არ მექნება არც საჯარო გაშლები და არც პირადი მიღებები, ამიტომ ვისაც გსურთ პირად კონსულტაციაზე ჩაწერა, დაგეგმეთ ისე, რომ ან მოახდინოთ მანამდე ეს კონსულტაცია, ან აღდგომების შემდეგ, ხოლო მათ, ვინც ელოდებით ხოლმე ჩემს საჯარო გაშლებს, ძალიან დიდი მადლობა ამ მოლოდინისთვის, მაგრამ ერთი კვირის განმავლობაში ეხლავე გატყობინებთ, რომ არ იქნება არც ერთი ვიდეო საჯარო გაშლასთან დაკავშირებით. ეს ისე ინფორმაციისთვის, რომ თქვენს ტყუილა არ იყოთ მოლოდინის რეჟიმში და ზუსტად იცოდეთ, როგორ ვურთიერთობ მე ენერგეტიკულად ამ თუ იმ დღესასწაულთან. ასევე მინდა გთხოვოთ, რომ გამოიწეროთ არხი, მოიწონოთ ვიდეო და კომენტაროთ თუ საჭიროთ ჩათვლით, ან გააზიაროთ და გამოხატოთ მადლიერება აი ამ ფორმით. ახლა კი გადავიდეთ
პირდაპირ ვარიანტების განხილვაზე და ვნახოთ პირველი ვარიანტი თქვენთვის რა გზავნილი აქვს თქვენს მფარველ ანგელოზს. თასების დედოფალი. ნახეთ რა საოცარი არკანია, თასების დედოფალი. აქ შემიძლია პირდაპირ გითხრათ ჩემო ძვირფასო პირველო ვარიანტო, რომ თქვენ და თქვენი მფარველი ანგელოზი ემოციურად პრინციპში ძალიან კარგად უკავშირდებით ერთმანეთს. თქვენ ხართ ადამიანი, მფარველი ანგელოზის თქმაც უნდა თქვენთვის, თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ძალიან კარგად ფლობს ემოციების მართვის უნარს, თუმცა ხანდახან გაქვთ ძალიან ზედმეტი გულჩათხრობილება საკუთარ თავთანაც, ხანდახან არ ტყდებით, არ უმხელთ თქვენს განცდებს, თქვენს შეგრძნებებს, თქვენ თავთან ნაკლებს საუბრობთ პირველი ვარიანტი და უფრო მეტად აქცენტს აკეთებთ ვიზუალურ მხარეზე. შესაბამისად, აქ თქვენთვის მფარველი ანგელოზის შეტყობინება შეგვიძლია ვთქვათ, რომ საჭიროა საკუთარ სურვილებთან, საკუთარ მოთხოვნილებებთან, საკუთარ შინაგან ხმასთან უფრო მეტი კომუნიკაცია, უფრო მეტი გახსნილობა, უფრო მეტი მიმღებლობა საკუთარი თავისა. ანუ მიიღეთ საკუთარი თავი პირველი ვარიანტი. აქ რაღაცნაირად თითქოს თან იღებთ, თან არ იღებთ ამ თქვენს შინაგან სურვილებს, რაღაც მომენტში თითქოს შინაგან მესთან კავშირს წყვეტთ და ამას ვალდებულებებით ფარავთ. ამიტომ გააკეთებთ ამას, ეს არის გზავნილი თქვენი მფარველი ანგელოზისგან. ეცადეთ, რომ საკუთარ თავთან მეტი კომუნიკაცია გქონდეთ და უფრო კარგად იურთიერთოთ თქვენს საკუთარ მესთან. აი რატომღაც ესეთი ინფორმაცია მოდის, ვნახოთ, დავამატოთ კიდე რას გვეტყვის. ეს დასტა კიდე რა სურს, რომ გითხრათ თქვენს მფარველ ანგელოზს. კი ბატონო, აი ხუთიანი კვერთხები და არკანი ვარსკვლავი, ძალიან საოცარია და არკანი ეშმაკი დასტის ბოლოს. ჩემო ძვირფასებო, მე თქვენ გითხარით, რომ აი თრგუნავთ თქვენს სურვილებს და შინაგან კონფლიქტებში ვარდებით მერე პირველი ვარიანტი, ანუ რაღაცა თითქოს ურთიერთსაწინააღმდეგო მიზნებს უსახავთ ხანდახან საკუთარ თავს, თითქოს შინაგანად სხვა გინდათ, გარეგნულად სხვას აკეთებთ და აი ეს რაღაცა მერე ძალიან გთრგუნავთ. ამავე დროს ზუსტად იცით ინტუიციურად საით უნდა წახვიდეთ. ძალიან კარგი ინტუიციის უნარი გაქვთ, ძალიან კარგი კავშირი გაქვთ თქვენს მფარველ ანგელოზთან და მე ვიტყოდი, რომ ერთგვარი დაცვაც გაქვთ თქვენი მფარველი ანგელოზისგან, იმიტომ რომ შესაძლოა რაღაცა გაფრთხილებებს, მინიშნებებს იღებდეთ, მაგრამ არ უსმენთ ზოგიერთ, კი არა, მე ვიტყოდი ხშირ შემთხვევაში, აი რაღაც ჩაკეტილი ხართ თქვენს ნაჭუჭში. გაიხსენით, პირველ რიგში გაიხსენით საკუთარ თავთან პირველი ვარიანტი და ეცადეთ, რომ აი ესე როგორც თქვენს მეგობარს, როგორც თქვენს თანამოაზრეს, ისე ესაუბროთ თქვენს მფარველ ძალებს, შესთხოვოთ მათ მხარდაჭერა, შესთხოვოთ მათ დახმარება და ეს აუცილებლად იქნება, ასე რომ ვთქვათ, შესმენილი, ამრწმენით უნდა იმოქმედოთ პირველი ვარიანტი. პრინციპში რომ ვთქვა სიმართლე, მე დღეს ეს გაშლა შემთხვევით არ ჩამიწერია, იმიტომ რომ დღეს არის თვარის მე-7 დღე და სწორედ ყველაზე კარგი დღეა ჩვენს მფარველ ანგელოზებთან კომუნიკაციისთვის, რომ თხოვოთ მათ ის, რაც გვინდა ყველაზე მეტად, შევთხოვოთ ჩვენი სანუკვარი სურვილების ასრულება და ვთხოვოთ ასევე, რომ ეს სურვილები ასრულდეს ყველაზე ეკოლოგიური და უსაფრთხო გზით ჩვენთვის და ჩვენი სულისთვის. აი ესეთი იყო ჩემო ძვირფასებო პირველო ვარიანტო თქვენთვის გზავნილი მფარველი ანგელოზისგან. დააკომენტარეთ თუ რეზონირდა და რამდენად აქტუალური საკითხია ეს თქვენს ცხოვრებაში. ახლა კი გადავიდეთ მეორე ვარიანტთან.
ვნახოთ თქვენთვის რისი თქმა სურს, ღმერთო ჩემო, კვერთხების დედოფალი, მეორე ვარიანტი. კვერთხების დედოფალი, თქვენთვის რისი თქმა სურს თქვენს მფარველ ანგელოს და პრინციპში თქვენ ხართ ადამიანი, რომელმაც გრძელვადიანი მიზნებისათვის შესაძლოა დათმოს დღევანდელი მოკლევადიანი შედეგები. ანუ თქვენ რო ვთქვათ სიმართლე კვერცხისა და ქათმის პრინციპიდან გამომდინარე, შესაძლოა უფრო ხშირად ირჩევდეთ არა კვერცხს, არამედ ქათამს, იმიტომ რომ მე სხვანაირად მრავალფეროვანი გადაწყვეტილებები მიიღოთ იმით, რაც თქვენ აირჩიეთ. ვნახოთ აბა კიდევ რა სურს რომ გითხრათ თქვენს მფარველ ანგელოს. მეორე ვარიანტი. კიდევ რისი თქმა სურს. არკანი იმპერატორი და არკანი მზე. ძალიან მაგარია და არკანი სულელი დასტის ბოლოს. სასწაული. ჩემო ძვირფასებო, მე გითხარით რომ აი გრძელვადიან მიზნებზე ხართ ორიენტირებული, თქო და იმპერატორი ნახეთ როგორი ძლევა მოსილი, ვაცის თავი აქვს გამოხატული, არკანი მზეც რა საოცარი არკანია. თქვენ ხართ შემოქმედი ადამიანი იმ გაგებით, რომ თქვენ გაქვთ უნარი შექმნათ თქვენი საკუთარი რეალობა. ერთმნიშვნელოვნად გაქვთ ამისი უნარი, მეორე ვარიანტი, თუმცა თქვენი მფარველი ანგელოზის გაფრთხილებად, თუ შეიძლება ეს ამას ასე ეწოდოს, შეიძლება ჩაითვალოს ის, რომ ხანდახან ხართ გადაჭარბებულ ეგოიზმში, გადაჭარბებულ მოთხოვნილებებში, საკუთარ თავთანაც და გარემოსთანაც, რომელშიც იმყოფებით. და ეს არის ზოგჯერ ძალიან დამთრგუნველი და ძალიან დამღლელი თქვენთვისაც და იმ საზოგადოებისთვისაც, რომელიც მუდმივად ტრიალებს თქვენს სივრცეში, ხო? ამიტომ ეცადეთ, რომ ბალანსი დაიცვათ, მეორე ვარიანტი, ეცადეთ, რომ იქნებით ზედმეტად მომთხოვნი, იქნებით ზედმეტად პრინციპული, იქნებით ზედმეტად კრიტიკული მათ შორის, საკუთარ თავთანაც, იმიტომ რომ ეცადეთ, გახსოვდეთ მუდმივად, რომ медалს ყოველთვის აქვს ორი მხარე და არც ხე არ იჭრება ერთი მხრიდან ყოველთვის. ანუ მუდმივად თქვენ თუ ეს დაუშვათ ეხება რაღაც მტყუან მართლის გარჩევას, თქვენ მუდმივად მართალი ვერ იქნებით. თქვენი სიმართლე, ანუ თქვენი მედლის მხარე არის ის მხარე, რომელსაც თქვენ ხედავთ, მაგრამ მხარე, რომელსაც ვერ ხედავთ, არის მედლის მეორე მხარე, ანუ ის ჩრდილოვანი პროცესები, რაც შეიძლება თქვენი მხედველობის მიღმა დარჩა. ის საკითხები, რომელსაც თქვენ ვერ აკონტროლებთ, ან ამ ეტაპზე მოკრებული ხართ კონტროლს. ამიტომ უფრო მეტი მიმღებლობა, უფრო მეტი დაშვება იმისა, რომ ყველაფერი არის ბალანსში და ეცადეთ, რაც მთავარია, რომ ეს ბალანსი შემოიტანოთ თქვენს ცხოვრებაში. მეორე ვარიანტი. კი, მესმის, რომ გრძელვადიან მიზნებზე ხართ ორიენტირებული, მაგრამ მუდმივად მომავალში ყურება გაძლევთ, უბრალოდ გაკარგვინებთ შესაძლებლობას, რომ იცხოვროთ აქ და ახლა და ამჟამად. ამიტომ ეცადეთ, რომ დღევანდელი დღით ცხოვრებით ბედნიერება არ მოვაკლოთ არც საკუთარ თავს და არც გარშემო მყოფებს. აი ესეთი იყო მეორე ვარიანტი, ძალიან დიდი მადლობა. ასევე გთხოვთ, რომ დააკომენტაროთ ვიდეო, გამოიწეროთ არხი და გამიზიაროთ კომენტარებში, რეზონირდა თუ არა თავისთავად ცხადია. და ახლა ვნახოთ მესამე ვარიანტისთვის, რა ხდება, რა გვინდა, რა უნდა ჩვენს მფარველ ანგელოს, რომ გვითხრას. ჩემო ძვირფასო, მესამე ვარიანტი. ამ კითხვის ნიშანს ალბათ ძალიან კარგად ხედავთ. აქ და ეს ტარო, ეს დასტა ამ არკანს, ცარიელ არკანს უწოდებს, რა თვალსაზრისით ეს არ არის ნუმეროლოგიურად განთავსებული არკანი, ანუ ეს არის სიმბოლო იმისა, რომ თქვენთვის რაც არის დღის წესრიგში, მოკლედ ის შესმენილია, ანუ იმ მომენტში, რაც აქტუალურია, ეს არის. Revire, ანუ აქ შეიძლება იყოს ისეთი სიტუაცია, რომ თქვენ ახლა რაღაც აი იმკიდეთ
იმას, რაც დათესეთ. აი, ეს არის მფარველი ანგელოზის გზავნილი და ეს არის გზავნილი ზუსტად იქიდან გამომდინარე, რომ თქვენთან არიან თქვენი მფარველი ანგელოზები, მესამე ვარიანტი. ნახოთ კიდევ რისი თქმა სურს. აქ ძალიან ღრმა არკანია ეს, აი ამ დასტაში ძალიან ღრმა. ნახოთ კიდევ რისი თქმა სურს. ჩვენს მფარველ ანგელოზს მესამე ვარიანტი. კვერთხების ტუზი მოვიდა და თასების პაჟი მოვიდა. და 10-იანი კვერთხები. ნახეთ. დასტის ბოლოს. ჩემო ძვირფასებო, აქ მე გითხარით, რომ ჯერ ისეთი არაჩვეულებრივი კავშირი გაქვთ თქვენს მფარველ ანგელოზთან. მესამე ვარიანტი, ყველა წინა შემთხვევისგან განსხვავებით, მესამე ვარიანტს აქვს განსაკუთრებული კავშირი თავის მფარველ ანგელოზთან. აი დააკვირდით, ბიჭი, რომელიც ესე ნახევრად მზიან, ნახევრად მთვარიან ღამეში, ესე აგზავნის სურვილებს სამყაროში. ეს ხართ თქვენ. ეს კავშირი არის ძალიან ღრმა, ძალიან ემოციური, ძალიან ინტუიციური, მესამე ვარიანტი და თქვენს თავში რა აზრებიც იბადება, თქვენს თავში რა გაცნობიერებებიც მოდის, ამას ყველაფერს ჩემო ძვირფასებო აქვს ძალიან დიდი დანიშნულება. მესამე ვარიანტს განსაკუთრებით ვურჩევ დღევანდელ დღეს, მთვარის მე-7 დღეს მედიტირებას და მთვარის მე-7 დღეა ხო დღეს და მფარველი ანგელოზებთან არის განსაკუთრებული არხი გახსნილი, ამიტომ ეცადეთ, რომ დაუკავშირდეთ გარკვეულწილად თქვენს მფარველ ანგელოზს, შესთხოვოთ თქვენი ყველაზე სანუკვარი სურვილების ასრულება და ეს აუცილებლად მოხდება. მესამე ვარიანტი, გჯეროდეთ ამის, გწამდეთ და არასოდეს არ დაკარგოთ რწმენა, არასოდეს არ დაკარგოთ რწმენა და ასევე მესამე ვარიანტს მინდა გითხრათ, რომ თქვენ ყველაზე მეტად იცით იმ სიტყვების მაგიის მნიშვნელობა, ანუ სიტყვებში ძალის ჩადება თქვენი ყველაზე ძლიერი მხარეა, ამიტომ ეცადეთ რომ აკონტროლოთ ფრაზები, რასაც დღესიტყვით განსაკუთრებით და ასევე ზოგადად თქვენს ცხოვრებაში იყენებთ და ასევე ეცადოთ რომ აკონტროლოთ ფიქრები, ანუ არ მიმართოთ თქვენი აზრი და გონი უარყოფითისკენ. პირიქით იყავით ორიენტირებული მუდმივად დადებითისკენ და იყავით მუდმივად რწმენაში. გახსოვდეთ, რომ თქვენ ამ სამყაროში მარტო არ ხართ. შესაძლოა თქვენ გადიხართ ძალიან დიდ კარმულ პერიოდს, მესამე ვარიანტი ძალიან რთულ ეტაპს შესაძლოა ცხოვრებაში, მაგრამ ეს ყველაფერი ხდება თქვენთვის სასიკეთოდ. ამის გჯეროდეთ, ამის გწამდეთ და კიდევ ერთხელ მინდა გთხოვოთ, რომ მედიტაციას თუ დღეს გააკეთებთ, იქნება არაჩვეულებრივი. დაუკავშირდით თქვენს მფარველ ანგელოზს და შესთხოვეთ მას კურნება შესთხოვეთ, როგორც ფიზიკურ, ისე ნათალურ დონეზე თქვენი სულის და სხეულის. აი ესეთი იყო უკაცრავად, აი ესეთი იყო ჩემო ძვირფასებო, სამი ვარიანტის დღევანდელი გარჩევა მთვარის მე-7 დღეს, მფარველ ანგელოზებთან ძალიან დიდი კავშირის დღეს. გისურვებთ, რომ ყოველთვის გქონოდეთ იმის განცდა, რომ სამყაროში თქვენ ნამდვილად გფარველობენ, თქვენი ნამდვილად ესმით, თქვენ ნამდვილად გაკვირდებიან, ნამდვილად მხარს გიჭერენ და ნამდვილად გეხმარებიან. აი ესეთი იყო ჩვენი დღევანდელი საჯარო გაშლა. გისურვებთ წარმატებებს, სულიერ სიმშვიდეს და საუკეთესო პრაქტიკებს თუ ამას გადაწყვეტთ. დროებით.